Ამ დრომდე შეწყვეტილია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა შემთხვევის მსგავსად დღესაც ევაკუაცია გამოცხადდა. სხდომაზე კი დაიკითხა დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებული და ძებნაში მყოფი გიორგი ჯოხაძის ცოლი. პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას სავარაუდოდ დღეს დაასრულებს. ქეთი ნადიბაიძე განაგზობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ქეთი გისმენთ. გიორგი, დავიწყებ პირველ რიგში იმით, რომ ეს წუთია გახსნეს ჭიშკარე თბილისის საქალაქო სასამართლოში და 3 საათიანი შეფერხების შემდეგ განახლდა შენობაში პროცესი. ახლა მხარეები, როგორც პროკურორები, ადვოკატები, სხვადასხვა საქმეების წარმომადგენლები, თანამშრომლები, თუ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სხდომებზე არიან მოსული, შეუშვეს სასამართლოს ტერიტორიაზე და განახლდება, როგორც ჩანს, საქმეების განხილვის პროცესი. სანამ ჭიშკარს გახსნიდნენ 5 წუთით ადრე გამნაღმელებმა დატოვეს მიმდებარე ტერიტორია. ინფორმაცია, რაიმე საგანგაშო ინფორმაცია ბომბის არსებობასთან დაკავშირებით და შეტყობინების რეალურობასთან დაკავშირებით აქ არ მოგვისმენია და ცხადია, რომ ვინაიდან განახლდა კიდევაც პროცესი, ესეც იყო წინა შეტყობინების მსგავსად ცრუ შეტყობინება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. უკვე ეს არის მეორე ზარი და საინტერესო არის ის მომენტი, რომ ორივე შეტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლოში დაემთხვა ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობისათვის ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლოს სხდომებს. ამჯერადაც ერთ-ერთი სხდომა იყო გელა უძილაურის, რომელიც შეწყდა და დაახლოებით 3 საათი არის. ჩვენ ველოდებოდით განახლებას. ამ წუთებში, როგორც ჩანს, ეს სხდომა განახლდება და პროკურატურა გააგრძელებს მოწმეების გამოკითხვას. ის იურისტები, რომლებიც ევაკუაციის გამოცხადების დროს იმყოფებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათი ნაწილი გამოთქვამდა ეჭვს და მოისმენთ კომენტარებს მათი მხრიდან, რომ ეს არ არის დამთხევა და ორჯერ ზედიზედ ევაკუაცია ერთი და იგივე სხდომის პარალელურად უკავშირდება სწორედ ამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს. თუმცა როგორც გელა უძილაურის ადვოკატებმა განგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, ისინი ამ ვერსიას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ეს არის უბრალოდ დამთხევა. როდესაც აცხადებენ, რომ არის ბომბი შენობაში, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომელიც არის სასამართლოში, იშლება პროცესები, რა თქმა უნდა, ხელი გვეშლება ჩვენც, რა თქმა უნდა, ვადებზე ვარ დამოკიდებული და ყოველთვის ემთხვევა უძილაურის სასამართლოს სხდომას და გამოცხადებული ბომბის შესახებ. მე პირადად ვფიქრობ, უკავშირებ, რომ რა კი მისი სასამართლოს სხდომები მიმდინარეობს, მაშინაც იყო მისი სასამართლოს სხდომა მიმდინარეობდა და ამიტომ გამოაცხადეს, რომ ანონიმური ზარიათან შესული რომ ბომბია, სლიან ხალხს სასამართლოდან, ეხლა ცოტა ხანში განახლდება ალბათ პროცესები ჩვეულებრივ რეჟიმში. და გამოითქვა ეჭვი, რომ უძილაურის სხდომებს ემთხვევა. კავშირში იყოს და თქვენ ეს ფიქრობთ? მაგის მსგავსი არ არის არანაირი საშუალება, არც უძილაურს ემუქრება, არც გარშემოყო სხვას არ არის რა. თქვენ დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოება დაცულია, ასე ფიქრობთ? კი, ყველა შემთხვევაში. მასთან კავშირში არ არის ეს რაც. არა, ყველა შემთხვევაში დაცული არის ბრალდებულის ინტერესები. პროკურატურა დღეს აპირებდა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის დასრულებას, თუმცა შეცვლილი დღის წესრიგიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს დღეს ვერ მოხდება, რადგან დარჩა კიდევ რამდენიმე მოწმე პროკურატურას გამოსაძახებელი და გამოსაკითხი. ახლა სხდომა განახლდება და გაგრძელდება ეს პროცესი, თუმცა დღეს ცხადია, რამდენიმე მოწმის გამოკითხვა ვერ მოესწრება, მათ შორის პროკურატურა გეგმავს, რომ გამოიძახოს მოწმედ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე სხვა ბრალდებული პირებიც, გიორგი მიქაძე და ასევე მამუკა ბაღდავაძეც, მისი გამოკითხვა სურს პროკურატურას, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, მოხერხდება თუ არა და მოხდება თუ არა მათი გამოკითხვა საერთოდ და აქვს თუ არა მათ სურვილი, რომ სასამართლოში მისცენ ჩვენება. მანამდე გეტყვით იმის შესახებ, რომ გიორგი ჯოხაძის ცოლი დაიკითხა დღეს მოწმის სტატუსით. ეს არის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებული პირი, რომელიც ძებნაში არის და მას დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი. დღეს მოწმედ გამოიკითხა მისი ცოლი და კიდევ ერთ დეტალს გეტყვით, რომ გელა უძილაური, რომელიც ახლა მძიმე დანაშაულით განსასჯელის სკამზე ზის, როგორც შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი, იყო სწორედ გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი. დღეს ჯოხაძის ცოლმა განაცხადა, რომ არ იცის მისი ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ.